მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერთ გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა, პარტნიორის ფიქრი, გზნობა, მოქმედება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი გაშლაა ხოლმე. რო გადავხედავ ხოლმე, ყველაზე მეტი ნახვა ამ გაშლას აქვს, ესე ვთქვათ. უმეტეს შემთხვევაში ყველას მაინც პარტნიორული ურთიერთობები აინტერესებს, ასე რომ გავაკეთოთ პარტნიორის ფიქრი, გზნობა, მოქმედება, რას გვეტყვის პარტნიორი, რას დაგველაპარაკება და დავიწყოთ იმით, რომ ნახოთ რა ურთიერთობაში ხართ ახლა ამ ეტაპზე, ამ წუთში. მე ესე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე თქვენი ურთიერთობა გადის საკმაოდ ისეთ ბევრ სირთულეს, ესე ვთქვათ. აქ სირთულეები ყველასთან სხვადასხვანაირად შეიძლება აისახებოდეს, შეიძლება იყოს რაღაცა ესეთი კონკურენცია, შეიძლება იყოს რაღაცა არასასიამოვნო დამოკიდებულება გარშემო მომყოფების, ხო, ყველასთან სხვადასხვა სიტუაცია არის. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე გადის რაღაცა შეიძლება ითქვას გამოცდების მომენტს, ხო? ნახეთ, არის ისეთი მდგომარეობა ხოლმე, როდესაც პარტნიორები ძალიან ყველაფერი კარგად არის, იდეალურად მიდის და უცებ რაღაცა სირთულეების წინაშე დგებიან და ეს არის მეორე ადამიანის გამოცდა. ვთქვათ, ერთ-ერთი კონკრეტულად, ვთქვათ, ან თქვენი პარტნიორი ხდება რაღაცა პრობლემების წინაშე და მეორე პარტნიორი აქ ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა გამოცდის კუთხით, რამდენად გაუძლებს იმ პერიოდს, ხო, როდესაც სირთულეები აქვს მეორე პარტნიორს, მის ხასიათს, მის რაღაცა მატერიალურად თუ არის რამდენად დაეხმარება, ხო, ანუ რაღაც ყოველ შემთხვევაში აქ არის ის მომენტი, როდესაც გადიხართ აშკარად ისეთ პერიოდს, რომელიცაც ქვია ურთიერთობის გამოცდა, რამაც შეიძლება ითქვას შემდეგ უნდა გაგიხსნათ მეორე გზა, ხო, რომელიღაცა გზა, რომელიც უფრო მეტი სიკეთისკენ წავა. მე ესე ვიტყოდი, რომ აქ არის ურთიერთობა, რომელიც არის აქტიურ ფაზაში, არ არის აქ პასიური ფაზა ურთიერთობის, ანუ წასული პარტნიორი ან რაღაცა პრობლემა, ანუ დამთავრებული ურთიერთობა, აქ არის აქტიური ურთიერთობა, სადაც უბრალოდ ზუსტად ეს მომენტი არის, ანუ გვიყვარს, გვიხარია ერთად ყოფნა, სასიამოვნო არის, მაგრამ რომელიღაცა მხარეს შეექმნა პრობლემა და ამ პრობლემასთან მიმართებაში როგორ მოიქცევა მეორე პარტნიორი. შესაძლებელია კიდევ ერთი მომენტი იყოს ისიც, რომ როდესაც ვთქვათ არის ხოლმე შემთხვევა, ან ერთ-ერთ მხარეს ვთქვათ, ყავთ შვილები, ხო, ან რაღაცა მსგავსი მომენტი და რამდენად გაძლევს მეორე პარტნიორი ამ სიტუაციას, ხო, იმიტომ რომ არის ხშირ შემთხვევაში, როდესაც შვილებიდან ვთქვათ მიუღებლობის მდგომარეობა ისახება და ეს მიუღებლობა ცოტა ისეთი მომენტია ხოლმე და ამიტომ კონკრეტულად ვის მხარესაც არის ეს სიტუაცია, იმან უნდა შეძლოს დალაგება, რა თქმა უნდა, რომ არ შეექმნას მის პარტნიორს რაღაცა პრობლემები. აქ არის ეს მომენტი, ესე ვიტყოდი, რომ თქვენს ურთიერთობაში არის პატარა გაურკვევლობები და ურთიერთობის გამოცდა უფრო მეტად ისახება. კარგით, მოდით აბა ვნახოთ ამ ადამიანის გზნობები თქვენს მიმართ. იცით რა არის, ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, შეიძლება ითქვას, რომ ორივე რაღაცა მძიმე ხასიათების ადამიანები ხართ. მძიმე ხასიათების ადამიანები რა კუთხით? ორივეს გაქვთ რაღაცნაირად, ნახეთ, როგორი მომენტი ცოტა ისეთი თავისებური ხასიათები, ხო, ან ორივე არ გიყვართ დათმობა, ან ორივეს გიყვართ პირველობა, ხო, რაღაცა ისეთი მომენტი არის აქ და გზნობებთან მიმართებაში მე ესე ვიტყოდი, რომ
ახერხებს ეს ადამიანი რომ თქვენთან მიმართებაში გამოიყენოს ყველა ძალა, ყველა რესურსი იმისთვის, რომ ძალიან კარგად იმოქმედოს ურთიერთობაზე. ის ძალიან ბევრს მუშაობს, შეიძლება ითქვას, თქვენ ურთიერთობაზე და გზნობებთან მიმართებაში მე გეტყვით, რომ ამ ადამიანს თქვენს მიმართ აქვს გზნობები, აქვს სიყვარული, აქვს სურვილი იმის, რომ ოჯახიც გქონდეთ. ვერ ვიტყვი, რომ აქ არ არის გზნობებზე, ამიტომ რომ აქ თქვენთან ეს ადამიანი ათიან პენტაკლები მოგეხსენებათ, გარდა მატერიალური კუთხისა, ეს არის სიმყარე და ეს არის ოჯახის არკანიც. და ადამიანი მე ესე ვიტყოდი, რომ პირიქით ილტვის იმისკენ, რომ თქვენთან ესეთი სტაბილური მშვიდი ურთიერთობა გქონდეს, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას თქვენთან ეს ადამიანი ძალიან ოჯახურ ჰარმონიას გზნობს, ხო, რაღაცა სიმშვიდეს გზნობს, რაღაცა სიმყარეს გზნობს. შეიძლება ითქვას თქვენ მისთვის საყრდენი ხართ, როგორც ასეთი, ხო? და ასევე თქვენთვისაც ის ადამიანი ცდილობს, რომ საყრდენი იყოს აქ ესე ვთქვათ, ასე რომ აქ გზნობები ნამდვილად არსებობს, აქ გზნობები არის საკმაოდ ისეთი ემოციებით სავსეც შეიძლება ითქვას და აქ თქვენს ურთიერთობაში გზნობები ნამდვილად არის, ორივეს მხრიდან არის გზნობები, ეს არ არის რაღაცა ერთდღიანი ან ორდღიანი ურთიერთობა და რაღაც ესეთი ჰაერზე ურთიერთობა, ეს არის საკმაოდ მყარი, სტაბილური ურთიერთობა, უბრალოდ შეიძლება ეხლა თუ რაღაცა პრობლემების წინაშე დგახართ და რაღაცნაირად კითხვის ნიშნების წინაშე დგახართ, მე გეტყვით, რომ უბრალოდ აქ როგორი მომენტია ესეთ აი ამ კითხვის ნიშნებთან მიმართებაში ტყუილად გაქვთ ნერვიულობა, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცები დასალაგებელი ეს მარტივი არ არის, ხო? ნახეთ, არ არის მარტივი უცბად რაღაცები ცდილობ თუ ახლა ვთქვათ უკვე წელზე მეტია ურთიერთობაში ხართ და ადამიანი რაღაცა ნაბიჯს არ დგავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს არ უყვარხართ. აქ არის უბრალოდ ის მომენტი, რომ შეიძლება ეს ადამიანი უბრალოდ ვერ დგავს ნაბიჯს, იქიდან გამომდინარე, რომ მიჩვეულია ვთქვათ მარტოობას, მიჩვეულია რაღაცა ასე თავისთვის ყოფნას, ხო, ან არ ადგას ისე მყარად ფეხზე მატერიალურად, რომ შეძლოს ბოლომდე გაუძღოს ყველაფერსა და არ იყოს და შეიძლება ითქვას, რომ ეშინია რაღაცა პასუხისმგებლობების აღებისაც, მაგრამ პასუხისმგებლობების აღების შიში არ ნიშნავს იმას, რომ არ უყვარხართ. კარგით, მოდით ვნახოთ, რატომ ვერ დგავს ეს ადამიანი კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენს მიმართ, კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენს მიმართ. Ну, ესე ვთქვათ, ერთის მხრივ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ნახეთ, მასზე ბევრად მეტი შესაძლებლობები გაქვთ, მასზე ბევრად მეტი რესურსი გაგაჩნიათ, ხო? ნუ ახლა ამ რესურსი მატერიალურად გადავიყვანთ, ხო? ეს შესაძლებელია მატერიალურადაც იყოს სოციუმის კუთხით თქვენ უფრო მაღალ საფეხურზე იდგეთ, თუმცა ამის გარდა თქვენ უფრო მეტად შეგიძლიათ გაუძლოთ ყველანაირ სტრესს, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ეს მომენტიც იყოს, რამდენად ესეთი ადამიანი ხართ, რომელსაც აქვს რესურსი, რომ შეძლოს ტკივილები მარტივად დაძლიოს, მარტივად გაუმკლავდეს, გინდათ ფინანსურ პრობლემას, გინდათ სულიერ მდგომარეობას, ანუ თქვენ გააქვთ უფრო მეტი შესაძლებლობები მყარად იდგათ ფეხზე, ხო? ნუ ახლა თუ ადამიანი არ აქვს თქვათ სახლი და თქვენ გაქვთ, მისთვის ესეც რთულია იმის გამო, რომ მას მოუწევს თქვენთან გადმოსვლა და შეიძლება მისთვის ეს რაღაცა მომენტი იყოს. მეორე მხრივ, რატომ ვერ ახერხებს ეს ადამიანი ნაბიჯების გაკეთებას, ეს არის წარსული ურთიერთობების პრობლემა. Ну, ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა კონკრეტულად ყავდა ოჯახი და ეს არის რომ არ გამოუვიდა და ეხაც რო არ გამოუვიდეს ეშინია და არ უნდა აქედან გამომდინარე ეს რაღაცა
გაოფიციალურება ყველაფრის, იმიტომ რომ იმდენად იდეალურად გნობს თავს და იმდენად უყვარხართ და იმდენად აქვს თქვა თქვენთან სიმყუდროვე, რომ ეშინია რომ მე რაღაცა ვერ გააკეთოს, მოხდეს ისე რომ თქვენი ურთიერთობას რაღაცა ხარვეზი გაუჩნდეს და პრობლემები გაჩნდეს და ჯერჯერობით ესე ვთქვათ, აი ეს მომენტი არის მისთვის სირთულე, რატო ვერ ახერხებს? ხო, აქ არის ოჯახური ურთიერთობის შიში. თუ ამ ადამიანს თქვენს პარტნიორს არ ყავდა არასოდეს ოჯახი, აქ არის მეორე მომენტი ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს უბრალოდ ნახეთ, როგორი მომენტია, ოჯახური თანაცხოვრება არ არის მარტივი და არ არის ადვილი, ხო? თუ თქვენ მით უმეტეს იყავით უკვე დაოჯახებული და თქვენ უკვე გქონდათ რაღაცა გამოცდილება ურთიერთობის ამ ადამიანისთვის ცოტა ანუ რთულია ამ ყველაფრის პასუხისმგებლობის. ახლა თქვენ თუ შვილები გყავთ, ანუ ნახეთ, ის კი არ არის, რომ ამ ადამიანს თქვენი შვილებით არ უნდიხართ. არა, აქ არის უბრალოდ ის მომენტი, რომ პასუხისმგებლობის აღება მერე არ გაუჭირდეს ამ ყველაფერზე მოგვარება, ხო, ამ ყველაფრის დალაგება, ამ ყველაფრის ესე როგორც საჭირო არის, ხო, ხა თანაცხოვრებაში, ყოველთვის ისე არის, რომ, რა თქმა უნდა, მეორე ადამიანმა არ აქვს მნიშვნელობა ის მისი არის თუ მისი მეუღლის არის, უნდა გაუწიოს, ხო, რაღაცა მეგობრული ურთიერთობა მაინც. აქედან გამომდინარე, ეს მისთვის რაღაცნაირად საფრთხის მდგომარეობა არის, ხო, აი რაღაცა ვერ ლახავს იმას, რომ ნახეთ, არ იცის ზოგადად როგორ განვითარდება და შესაბამისად მაგიტომაც ვერ დგავს კონკრეტულ ნაბიჯებს. შეიძლება იცით როგორი მომენტი იყოს, რომ კიდევ ერთი ესა აქვს ამ ადამიანს, რომ ყოველთვის ნებისმიერ სიტუაციაში შედეგი იცის და აი აქ შედეგი რო არ იცის, როგორი იქნება, ეს აჩერებს ამ ადამიანს. კარგით, ნახოთ. 2026 წელს გააკეთებს თუ არა ნაბიჯს. გააკეთებს თუ არა ნაბიჯს. ესე იგი, ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს ისე უჭირს ამ ნაბიჯის გადმოდგმა, რომ ვერ აგიხსნას. ძალიან დიდი სირთულე არის ამ ადამიანისთვის, თუმცა მე მაინც რატომღაც ესე ვფიქრობ, კი არა და რასაც ვხედავ, ძალიან დიდი ბრძოლის, ძალიან დიდი საკუთარ თავთან კამათის, კი არას მდგომარეობა, თეთრის და შავის ბრძოლა და ასე შემდეგ. ეს ადამიანი გადმოდგავს ნაბიჯს, გადმოდგავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იქნება ეს ნაბიჯი მისთვის გასაკეთებლად, მაგრამ მიხვდება, რომ საბოლოო ჯამში უკვე მოვიდა დრო, რომ გადმოდგას ნაბიჯი, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას მერე უკვე უკან მოსატრიალებელი გზა შეიძლება აღარ გქონდეს, იმიტომ რომ დაგკარგოთ, ხო, რაღაცა ეს შეგრძნების მომენტი შეიძლება გქონდეს და გადმოდგავს ნაბიჯს, გამოიყენებს შანსს აუცილებლად და შეცვლის მდგომარეობას. კი, ეს ადამიანი ნამდვილად აუცილებლად შეცვლის სიტუაციას, ესე ვიტყვი, უბრალოდ ძალიან ბევრი ფიქრის მერე გადმოდგავს ამ ნაბიჯს, ესე ვიტყოდი რა, იმიტომ რომ აქ ძალიან გაუჭირდება. ნახეთ, როგორც კი მიხვდება, რომ შეიძლება თქვენთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდეს, როგორც კი მიხვდება, რომ შეიძლება უკვე თქვენს მოგბეზდეთ რაღაცა მომენტში ლოდინის მდგომარეობა, ხო, შეიძლება ითქვას დაუსვათ საბოლოო ჯამში კითხვა თუ რაღაცა წერტილი და უთხრათ, რომ აი კი, მაგრამ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ გინდა და თუ გსიამოვნებ ჩემთან, რაღაცზე წელავ, ხო, თქვათ, იმიტომ რომ ვიღაცისთვის შეიძლება აქ რაღაცა მნიშვნელოვანი იყოს შვილის მდგომარეობაც, თქვათ, უნდა რომ ყავდეს შვილი და ასე შემდეგ, ხო, თქვათ, კიდევ თუ
როგორც ასე ამ შემთხვევაში უკვე ის ადამიანი ძალიან დიდი სირთულით, მაგრამ აუცილებლად გადმოდგავს, აუცილებლად ეცდება, რომ გამოიყენოს რაღაცა ეს შანსი. შეიძლება იცით რა მომენტი იყოს, რომ ვთქვათ, უბრალოდ მოდი მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს მომენტი იქნება, იცით როგორ უფრო ზაფხულის პერიოდში იქნება შესაძლებელია რაღაც მომენტში უბრალოდ ერთად წახვიდეთ სადმე დასასვენებლად, რამოდენიმე კვირით, ესე რომ ვთქვათ, ან ერთი კვირით, ან ორი კვირით და იქ კიდევ უფრო მეტად დააკვირდეს, რამდენად შეძლებს თქვენთან ცხოვრებას, იმიტომ რომ ერთნაირი ხასიათის ადამიანები ხართ თითქოს და ეს მომენტიც შეიძლება იყოს ამ ადამიანისთვის სირთულე, ამიტომ ეს ადამიანი ყველანაირად ამოწურავს რესურსს იმასთან მიმართებაში, რომ საბოლოო ჯამში მიიღოს გადაწყვეტილება. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს, ამ ურთიერთობაში? იცით რა, თქვენ შეიქმნით რაღაცა ილუზიებს, რომ ყველაფერი ცუდად იქნება, რომ აი ყველაფერი უცბად უნდა მოაგვაროთ რაღაცა. ნახეთ, ნუ ეჩქარებთ, ნუ დააჩქარებთ ამ ადამიანს. თქვენ უნდა უბრალოდ ნურცი ეჭვიანებთ, რომ რაღაცა ამ ადამიანს არ უნდა თქვენთან ურთიერთობა. მე ესე ვიტყვი, რომ კი, ეს ადამიანი აუცილებლად იქნება თქვენს გვერდით. უბრალოდ აქ დროში გაწელილი მდგომარეობა შეიძლება იყოს, მაგრამ მიიღოს გადაწყვეტილება. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ უბრალოდ არ უნდა გაართულოთ სიტუაცია, რაღაცნაირად გააყვეთ ერთმანეთს, დაუდგეთ გვერდზე, გადალახოთ ყველა ის ბარიერი, რომელიც სამყაროსგან შეიძლება გექნებათ, შეიძლება არა მარტო სამყაროსგან, არამედ თქვენივე ხასიათებიდან გამომდინარე და სხვათა შორის ძალიან უეცრად მოხდება თქვენი ურთიერთობის დალაგება. მე ესე ხედავ ყოველ შემთხვევაში აქ თქვენ აუცილებლად დაოჯახდებით, აუცილებლად იქნებით ერთად, იმპერატორი იმპერატრიცასთან ერთად და გექნებათ ურთიერთობა, აი რაც არ უნდა პრობლემების წინაშე იყოს, აქ თქვენ გადალახავთ ყველაფერს და ეს მოხდება ძალიან უეცრად. სადღაც ალბათ უფრო ესე ვიტყოდი ზაფხულის ბოლოს, შეიძლება ითქვა შემოდგომით დასაწყისად, თქვენ დაოჯახებას შეძლებთ, თქვენ შეძლებთ ერთად თანაცხოვრებას. უბრალოდ აქ მთავარია აი ეს პერიოდი, ეხა 8 თვე და 9 თვე არ არის მარტივი, ფაქტობრივად ერთი წელი გამოდის თითქმის იმისთვის, რომ კიდევ მოითმინოთ ამ ურთიერთობის რაღაცა ესე მსუბუქ მდგომარეობაში ყოფნა. თუმცა ამ ადამიანს, არ ვიცი ხა ამ ეტაპზე რასაც ვხედავ, ეს არის რომ უყვარხართ, უნდა თქვენთან პრობლემები რაც არის ერთად უნდა გადალახოთ, ერთად უნდა გააკეთოთ და თქვენი ურთიერთობა საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება იმ ურთიერთობით, რომელსაც თქვათ ელოდებით, ხო, რომელიც შეიძლება თქვათ შარშან წლის ბოლოსაც გინდოდათ რომ ყოფილიყო. შვენიერი, ნუ ყოველ შემთხვევაში წლის ბოლომდე 2020 წლის ბოლომდე თქვენი ურთიერთობა აუცილებლად დაალაგდება სათანადოდ ოჯახური თანაცხოვრებით, ესე რომ ვთქვათ. და იქნებით ერთად. უბრალოდ აი ეხლა რა პერიოდიც გითხრათ, ეს პერიოდი აუცილებლად გადასალახი არის და აუცილებლად გადასალაგებელი არის, ხო? ნუ ვიღაცისთვის შეიძლება აქ რაღაც მომენტში მე ესე ვიტყვი, რომ იყო ის მდგომარეობაც, რომ თქვათ მატერიალური კუთხით სირთულეები, რომელიც მოსაკვარებელია და ერთად მოაგვაროთ ეს ყველაფერი, ხო? ნუ არ საერთო ბიზნესით, ან რაღაცა საერთო საქმით, ხო? ესე რომ ვთქვათ. ბედნიერება თითოეულ თქვენთაგანს, წარმატება და ნუ ველოდები ამ ვიდეოზე მერე შედეგებს იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანისთვის იქნება ძალიან ისეთი სიყვარულით, სიხარულით და ოჯახით დაგვირგვინებული წელი. დროებით.